Ირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ ზესტაფონის ჯამრებელ ტახა დეწაძესაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მან 20,000 ლარი უნდა გადაიხადოს. თანხის დასაბარად დეწაძეს ორკვირიანი ვადა მისცეს პროკურატურამ ზესტაფონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი 2012 წლის 29 ნოემბერს დაარტყა და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის მიხედვით წარუდგინა, რაც ცეცხლსრული იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიდნობას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესზე მყოფმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ტახა დეწაძის დაკავება ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში დაწყებული პოლიტიკური დევნის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასა. დეწაძის მიმართ საქმის წარმოება არ შეწყვეტილა და მორუდი სასამართლო პროცესი 2013 წლის 25 იანვარს დაიმართება. სასიხარულოა ის, რომ ყველა მოსამართლე არ არის პროკურატურის განწყობაზე და შეძლებს უნარი, რომ სიმართლე გაარჩიოს ტყუილისგან. მიუხედავად იმისა, რა ტონალობაში და მისი მიბაძვით ლაპარაკობს გენერალური პროკურორი. ეს ერთი, მაგრამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის სურათს, ვინაიდან სურათი დღეს კიდევ უფრო ფანტასმაგორიული გახდა. ახლა იცით, თქვენ არის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ეს არის გამგებელი. სწორედ ამ თანამდებობებზე, სწორედ ამ ხერხებით უნდათ მათ მიაღწიონ, რომ თავისი სასურველი ადამიანები დანიშნონ. ეს არის და ეს, რაც შეეხება სასამართლოს მიიღო სწორედ გადაწყვეტილება. გამომდინარე იქიდან ბრალდების მხარეს არ ქონა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აუცილებლად ითხოვდა მის დაპატიმრებას და ფიქრობდა, რომ მისი გარეთ ყოფნა ხელშეუშლიდა გამოძიებას. სასამართლომ ეს არ გაიზიარა, მიიღო კიდევ ერთი კანონიერი გადაწყვეტილება მოსამართლემ და შესაბამისად შეუფარდა გირაო 20,000 ლარის ოდენობა.